მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ. ახლა თემატიკა იქნება პერსპექტივები თქვენი ურთიერთობის. რა ურთიერთობაში ხართ ახლა? რა ხდება თქვენ ურთიერთობაში და თქვენ ენერგიულ ველში გავიგოთ? ძალიან ღიზიანდები მეგობრებო, როცა მწერთ, რამდენად ხდება ხოლმე ჩემი პირადი გაშლები, ეს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯერ არ მოუმართია ჩემთან და პირადი გაშლა არ გაუკეთებია. და მკითხაობ თუ არა, მე არ ვარ მკითხავი და მკითხაობა არ არის ტაროს ინსტრუმენტი, ტარო არის ინსტრუმენტი, როგორც მაგალითად მიდიხართ ექიმთან და გიკეთებენ ეკოსკოპიას და გაძლევენ მიმართულებას, საით უნდა წახვიდეთ. გჭირდებათ სტომატოლოგი თუ გჭირდებათ, არ ვიცი, გინეკოლოგი, მაგალითად. რა გტკივათ, რა გინდათ, იქ რო წახვალთ, როგორ გიმკურნალებენ და გამოგივათ, არ გამოგივათ, აქ რო წახვალთ, როგორ გიმკურნალებენ. ეხლა ვხედავ უკვე თქვენ კომენტარებს ჩემ წინა შესავალთან დაკავშირებით. დამწერეთ კომენტარებში აუცილებლად თქვენი გულები და თქვენი ენერგეტიკა რას გრძნობთ ხოლმე ჩემი გაშლების შემდეგ და რამდენად რეალურად ხდება ხოლმე ვინც უკვე ვისაც გაგიკეთებიათ ჩემი პირადი გაშლები და ძალიან გთხოვთ მკითხავი ან წინასწარმეტყველი თუ გჭირდებათ არიან ძალიან დიდი კატეგორია და დიდი დიაპაზონია ამ მიმართულების ეს არის ეზოთერიკა ეს არის ტაროლოგია და ამ ტაროლოგიას აქვს თავის ენერგეტიკა რომელსაც ინფორმაციას თუ გნებავთ პირად გაშლების და კონსულტაციების მხრივ დაგეხმარებით მომწერეთ პირადში ფასებს დეტალებს გაგაცნობთ აბსოლუტურად ყველაფერს მე ერთ კითხვაზე ნუ მწერთ ხოლმე ძალიან ღიზიანდები ასევე იმიტომ რომ ბევრი მოდის ეს კითხვა ერთ კითხვაზე გაშლას მე არ ვაკეთებ მეგობრებო ძალიან გთხოვთ მოკლედ რა ხდება თქვენ ენერგეტიკულ ველში რომ გაიგოთ თქვენი ეს გაშლა თუ არა რამდენსაც მინდა იმდეს ვილაპარაკებ ჩემ ჰეიტერებს სალამი ჩემგან თუ არ მოგწონთ ასკროლით მეგობრებო არავის არ ვაკავებ და მაზოხისტები არ ხართ იმედია თუ არ მოგწონთ ჩემი გაშლა რომ მაინც იჯდეთ და რას იპოვით იქ რაღაცა საჰეიტეროს რომ დამიწეროთ შემდგომ კომენტარებში ამისთვის იჯდეთ და მიყუროთ ნუ რა ვიცი თუ ქსიამონებ და მაზოხისტები ხართ კი ბატონო თქვენ ენერგეტიკულ ველში 4-იან თასი 8-იან ჟეზლი 5-იან ჟეზლი ერთმანეთს რაღაცა ხელის გადაწევის მდგომარეობაში ხართ, ვინ უფრო მაგარია, ვინ უფრო მეტხანს გაძლებს დუმილში, ვინ უფრო მეტხანს გაძლებს პარტნიორის გარეშე, კონტაქტზე გასვლის გარეშე, პირველი ნაბიჯის და ბოდიშის მოხდის გარეშე, რაღაცა სიძლიერეს უმტკიცებთ ერთმანეთს, რომ აი მე უფრო მაგარი ვარ, მე უფრო მეტ ენერგიას ვფლობ და ჩემ თავს ვფლობ იმისთვის, რომ სიძლიერე გამოვხატო და ჩემი პრინციპები დავიცვა. თუმცა ეხლა ხართ დეპრესიულ მდგომარეობაში 4-იან თასი და არაფერი არ გიხარიათ რაღაცა ამინდი ისეთი აი მარტის ამინდი ერთ წუთას რომ ძალიან კარგი ხასიათზე ხართ დანარჩენი 80% 24 საათიდან ხართ დეპრესიულ მდგომარეობაში არც მეგობრებთან გავლა არ გიხარიათ არაფერი არ გიხარიათ საერთოდ ელოდებით ვითომ არ ელოდებით, მაგრამ ელოდებით ამ თქვენ პარტნიორს, რომ ბოლო-ბოლო მოტყდება და გამოვა კონტაქტზე, გამოვა ბოდიშის მოხდით, თუნდაც სიტყვით იქნება თუ ქცევით იქნება, ყველა თქვენსაც ელოდებით, უფრო მეტად სოციალურ ქსელში ელოდებით. მის აქტივობას როიან ჟეზლიას არის ძალიან სწრაფი კარტი, საჰაერო კარტი, სადაც მიწერ-მოწერა და წამებში ინფორმაციის გასვლა ხდება. ნუ აქ დეპეშა და წერილები უკვე ამ საუკუნეში აღარ გვაქვს, ამიტომ სოციალური ქსელის მეშვეობით ელოდებით თქვენი პარტნიორის გამოჩენას თქვენ გამარჯვებას ასე ვთქვათ, რომ აი ხელი გადაუწიეთ, რომ აი სიმაგრე შეინარჩუნეთ, თუმცა ფსიქოემოციური ფონი გაქვთ ძალიან დაბალზე, ძალიან დავარდნილი, უხასიათობა, დეპრესია, ნოსტალგია, შეიძლება ბევრისთვის ტირილიც კი, ხამამობით ბალიშზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ ენერგიას ატყობთ, რომ თქვენია, წავედით, გავიგოთ მაშინ რა პერსპექტივები არის თქვენი ამ პარტნიორთან ურთიერთობის. ეს პარტნიორული ურთიერთობა საერთოდ რა პერსპექტივებით იხატება თქვენ ცხოვრებაში. პარტნიორი აქ წარმოდგენილია პრინც ჰაერად, ეს შეიძლება ჰაერისტიკის წარმომადგენელი იყოს, ტყუპების ასწორი მერწყულის ნიშანი, მაგრამ საერთო გაშლაში აუცილებელი არ არის ძალიან ზედმეტად შპიონივით, გამადიდებლით ყველაფერს აკვირდება თქვენ სოციალურ ქსელში გაითვალისწინეთ, ეს არის ადამიანის შპიონი, ადამიანი ჩასაფრებული რო რაღაცა ეჭვიანო იპოვოს, რაღაცა საჩხუბარი იპოვოს და მე იმ ჩხუბის ენერგიით მოვიდეს, რომ აი ხო ვეჭვიანობდი, აი სწორედ ეს ის არის, რაზეც მე ვიძახდი და ეჭვი მქონდა და არ გენდობოდი და
რაღაცას ვამბობდი და შენ ამბობდი რომ არა ესე არ ხდება სინამდვილეში აი ხო წავაწყდი აი თუ არ არის რომ აი კონტაქტზე გამოსვლის საშუალებაც გქონდეს და თავისი ენერგიის ჩხუბის ენერგეტიკა აქ არის მაქსიმალურად მე-16 მაღალი არკანი ნგრევის კარტი არის ეს არის ნგრევა მის ფსიქიკაში მის ეჭვიანობაში აი ტვინი ეხდება წნევა ემართება იმ დონეზე დიდი აფექტური აგრესიული მდგომარეობა აქვს ეხლა თქვენთან მიმართებაში და ერთი სული აქვს რომ აი მიგახრჩოთ ზოგს პირდაპირ მნიშვნელობით და ზოგს მნიშვნელობით რომ ინტიმის სფეროს მხრივ მიგახჩოთ აი მხოლოდ ჩემთვის მუშაობს ეს კარტი ასე და ნუ დამიწერთ იქ თუ პროფესიონალი ჩემი კოლეგა ბრძანდებით რომ ეს არის ნგრევის კარტი ჩემთვის მუშაობს ძალიან ხშირად ეს კარტი ინტიმის სფეროს მხრივ რომ აი ძალიან ფანტასტიკურად უნდიხართ მხოლოდ თქვენ და არავიზე სურვილიც კი არ აქვს გარდა თქვენის ნუ იმ პარტნიორებზეა საუბარი, ვისაც ინტიმური კავშირი ქონდა, ინტიმური თანაცხოვრება და შეხებები ქონდათ ერთმანეთთან და ეს ყველაფერი ძალიან უკვე ახსნებულ მდგომარეობაში, აგრესიულ მდგომარეობაში აქტებს თქვენ პარტნიორს და უკვე ეჭვიანობს, რომ აი როგორ ითმეს, როგორ არ გამოდის კონტაქტზე, რატომ არ მუნდივარ, რატომ არ ვენატრები. ეს არის ფანტასტიკური მე-15 მაღალი არკანი თუ არის ეშმაკი და აქ არის ფანტასტიკური მიჯაჭვოლობა. ფანტასტიკური ბჭყალებში პარტნიორების ერთმანეთთან მიმართებაში როგორც თანაცხოვრებით ინტიმით და ასე შემდეგ ყველანაირად ენერგეტიკულად ეშმაკის ჯაჭვებში ხართ ორივე მხრიდან ეს არის ფანტასტიკური სექსუალური და ინტიმური თანაცხოვრება სადაც ადამიანს ტვინში კიდევ ვიმეორებ წნევა ემართება ტვინში სისხლი ექცევა ისეთ დონეზე ეჭვიანობს, ისეთ დონეზე მუნდიხართ ნაწილისთვის იქნება, მაგრამ მაქსიმალურად მე-14 მაღალი არკანი ცდილობს, რომ თავისი ემოციური ფონი დააბალანსოს, სიმშვიდეში იყოს, არ გამოთქვას, არ დაიწყოს აი ნაბიჯები მისი არ იყოს აგრესიული, თუმცა ჩამჯდარია თქვენ სოციალურ ქსელებს, ვისაც წვდომა გაქვთ, ეს იქნება წვდომა ოფიციალური მისი გვერდებიდან თუ ფეიქ გვერდებიდანაც არ არის გამორიცხული, რომ ფეიქ გვერდებიდანაც მოწერის სახით გწერდეთ, აი მიწერთ თქვენ უპასუხებთ თუ არა, გახვალთ მასთან კონტაქტზე, გასაცნობად თუ არა, არ არის გამორიცხული, ამიტომ გაითვალისწინეთ. თუმცა წასულია, გაჩვენებთ ისე რომ შებრუნებული და წასულია ადამიანი და თვალსრემლიანი დაგტოვათ, იცის მან, ძალიან კარგად იცის რომ თქვენთვის ეს იყო ძალიან ემოციური მომენტი მისი შებრუნება და წასვლა, ზოგისთვის ფიზიკური წასვლა, ზოგისთვის შეიძლება ტერიტორიულ სიშორეზე იყოს საუბარი და გადაადგილება თქვენი ძალიან ემოციური იყო მისთვის და დამთრგუნველი 4-იან თასზედაც და კონკრეტულად ეს 8-იან თასი ზოგისთვის ასე იქნება, ზოგისთვის ისე, მაგრამ ის რომ შებრუნებული ხართ და წასული ხართ ამ ადამიანმა ძალიან კარგად იცის რომ შებრუნდა თქვენი პარტნიორი და წავიდა, კარგად იცის რომ ძალიან ემოციურად დეპრესიაში როგორც მინიმუმ ჩაგაგდოთ და ცუდ ხასიათზე დაგაყენათ და არ გესიამოვნათ ყველაზე მინიმალური მისი წასვლა და მისი ეს ქცევა, მაგრამ აი არის ძალიან ისეთ განწყობაზე, აი მაჟორი მაქსიმალური ეჭვიანობის მხრივ, მაქსიმალურად ინტიმის სურვილის მხრივ, მაქსიმალურად თქვენთან კავშირის მხრივ არ აბსოლუტურად თვალიდან არ რჩება თქვენი არც ერთი ნაბიჯი და გადაადგილება და თქვენი მიდგომა 7-იან ხმალი ამომარდა აქ თვალში, ეს არის ღალატის და უნდობლობის კარტი, ეს არის კარტი, სადაც ადამიანს ფიქრებში აქვს, რომ ვიღაცა ყავთ, რაღაცას უმალავთ და აქ მთლად სუფთად არ არის საქმე, ამიტომ ძალიან ბევრი ეჭვიანობის ენერგეტიკა აქვს ამ ადამიანს. კონფლიქტის ისევ 5-იან ხმალი, ისევ კონფლიქტური სიტუაცია, ისევ არ ვერ ნახავ შენ იმას, რომ მე ბოდიშს მოგიხდი და ჩოქვით მოვალ შენთან ეს ენერგეტიკა ძალიან დიდი ასევე მე-8 მაღალი არკანით ფიზიკური წინააღმდეგობას და თავის თავთან ომს უნდება ეს ადამიანი, რომ თავის ეს ხარი შეაჭკალოს, მისი ემოციური ხარი ნახეთ, რომ აი ორთქლები გასდის ადამიანს, რომ აი წაგახრჩოთ. ფიზიკური მხრივ თუ სიტყვების მხრივ თუ რა ვიცი როგორი მხრივ იქნება და ეს შეიძლება ყველაფერი მოხდეს თქვენ სახლთან, თქვენ უბანში, თქვენ სტაბილურობის სფეროში, სამუშაო რეჟიმის ნაწილისთვის იქნება, შეიძლება გამოჩნდეს ასეთი კონფლიქტური ენერგეტიკით ეს ადამიანი, უფრო მეტი ნაწილი იქნება სახლში ყოფნის დროს თქვენი, ან თქვენ ეზოში მოვიდეს, თქვენ სახლში მოვიდეს პირდაპირ, პერსპექტივა მათი
სტაბილურად შენარჩუნდება ეს პერიოდი, რაღაც პერიოდი აი ეს მდგომარეობა. თქვენი ურთიერთობა